13 დაღუპული და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადარჩენილი 152 ადამიანი. ის ტკივილი, რაც ჩვენ განვიცადეთ, არ ნელდება 3 წლის შემდეგაც. სტიქიური უბედურების ადგილას დაღუპულებს პატივი პრემიერ-მინისტრმა მიაგო. ეს ხო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ გამოთქვას სამწივარს. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული გავსი ტიპის საფრთხეები. შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. ოდისევ სიმიშა, რუსთავის ციხის პატიმრის მითოლოგიური ოცნებები. პენელობას მე უფრო შევესაბამები. თავის წარუმატებლობას მემაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლო, გამანადგურონ. სანამ სააკაშვილი ჰომეროსის პოემით ერთობა მის პარტიაში შიდა ომია. თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის იაფასიანი მანიპულაციები. არავის არანაირი მანიპულაცია არ ჭირდებოდა, კობულიდან ჩამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. შემოიპარება თუ არა ოდისევსივით ვირტუალური მიშა ნაციონალების ყრილობას. პარტიაში არის სრული კრიზისი. ეს არის საბოტაჟზე აწყობილი პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაუბრუნდა პარტიას შიგნით. დამება გაუპატიურების მუხარა არაადამიანური მოპყრობა და იძულების წესით დათმობილი ბიზნეს წილები. გიორგი უთესიანის ორგანიზებითა და დავალებით ალექსანდრე მუხაძე უზრუნველყოფდა ბიზნესმენის ბესარიონ ხარძიანის სისტემატიურ წამებასა და ძალადობას. სასამართლომ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უთესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეც. ჩვენ ყოველთვის გვეროდა მამა ჩემი სიმართლის და ეს იმ სიმართლის გაგრძელებაა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სამართალი, რომელიც პატიმრების წამებაზე გადიოდა. ეთერშია კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან ერთად. გულყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 3 აგვისტოა გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამო მშვიდობის. უმძიმესი დღე შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცობს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პლასტიკური უბედურების დროს შოვი გარე სამყაროს მოსწყდა, თუმცა სამაშველო სამსახურებმა და ჯარმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კურორტზე ჩარჩენილი 152 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია განახორციელეს. სამძებრო სამაშველო სამუშაოებისას, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სპეციალურ სამსახურებს ეხმარებოდნენ მოხალისეებიც. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით სტიქია რამდენიმე მოვლენის თანხმდრამ გამოიწვია, მათ შორის ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, უხმალეკ სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ ეროზიულ პროცესებსა და ღვარცობს. ტრაგედიის ადგილზე დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დაესწრო ირაკლი კობახიძე შოვში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. სტიქიის ზონაში მოეწყო მემორიალი, ადგილზე შენდება მამათა მონასტერიც. 2023 წლის 3 აგვისტო, 15 საათი და 10 წუთი. დრო ცოტა ხნით ჩერდება. არსებული რეალობა კი უმძიმესი სურათით იცვლება. კურორტ შოვში მეწყრული პროცესები რამდენიმე წუთში ვითარდება. მალევე ვრცელდება ცნობა, რომ რაჭა სტიქიური უბედურების ზონაა. მარიამი, კოტიკო, ლუკა, სანდრია, ანასტასია, ყველა ჩვენები იყვნენ. ბუნებრივ კატასტროფას ამ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკული დღიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. მას შემდეგ ათეულობით ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. დროის გასვლის მიუხედავად არ ნელდება ტკივილი. მოგონებები ტრაგედიის ადგილას ცოცხლდება. მე პირადად მამა დავკარგე ამ სტიქიის დროს და ბევრი ნათესავი, ბევრი ახლობელი ის ტკივილი, რაც ჩვენ განვიცადეთ იმ პერიოდში, არ ნელდება 3 წლის შემდეგაც კი და დღეს ვიხსენებთ, ეხლა მემორიალთან ვართ და ვიხსენებთ მათ სულებს. მეუღლე არის ჩემი გარდაცვლილი, ამ ტრაგედიაში ეწირა, შოვში მუშაობდა იმ პერიოდში. ხმა გუგუნმა გაგვაგებია, რომ მდინარე ჩამოდის ჩემი სახლის უკან და ისეთი ხმა ჰქონდა გებულებდა ქვეყანა იქცევაო და იქედან მე ტელეფონზე დამირეკეს, რომ შოვი აღარ არის. სტიქიასთან ბრძოლამ გააერთიანა სრულიად საქართველომ. დაკარგულ ადამიანებს ერთიანი ძალებით ეძებდნენ მაშველები, მოხალისეები და ადგილობრივები. შედეგად სტიქიური უბედურების ზონიდან 152 ადამიანი გამოიყვანეს. ვერ მოხერხდა 33 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სამძებრო სამაშველო სამუშაოების დროს დაიღუპა კიდევ 2 ადამიანი. ტრაგიკულად გარდაცვლილები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჩვენი თავარი საქმიანობა იმ პერიოდში იყო ხარდაჭერა, ამ რეაგირების პროცესში ჩართული სამაშველო სამსახურების, რომლებიც უმძიმეს ვითარებაში მუშაობდნენ და ათასობით მოხალისე ყავდა მობილიზებული და ეს მოხალისეები სრულად გადამზადებულები სწორი მიმართულებით მუშაობდნენ. დღეს ეს ადგილი შოვის ტრაგედიის მთავარი სიმბოლოა. 3 წლის თავთან დაკავშირებით სტიქიის ზონაში მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ტრაგედია, რომელიც დაატრიალდა 3 წლის წინ, ეს იყო არა მარტო რაჭისთვის, ეს იყო მთელი საქართველოსთვის დიდი გლოვა, დიდი მწუხარება და მადლობა უფალს, რომ თვითონ ეპარქიის ძალისხმევი და მთავრობის მხარდაჭერით აქ უნდა აშენდეს მამათა მონასტერი. დღეს შოუში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, რა თქმა უნდა, დაღუპულთა ოჯახებს. თითოეული ჩვენგანისთვის ეს ხო უდიდესი ტრაგედია და რასთავარია ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები, ამ მიმართულებით კონკრეტულად კრიმინალური პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მდებარე კურორტი მიმზიდველი ადგილი იყო ყველასთვის, ვისაც მთაში დასვენება სურდა. შოვში ვითარება სტიქიური უბედურების შემდეგ შეიცვალა, როდესაც ბუნებრივმა კატასტროფამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და არსებული ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. 3 წლის წინ მომხდარმა შოვის ტრაგედიამ ერთი მხრივ აჩვენა, თუ როგორი ერთიანობა შეუძლია ქართულ საზოგადოებას მძიმე დღეების დროს, მეორე მხრივ კი ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორ იყენებენ ოპოზიცია და მედიის ნაწილი ადამიანთა ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. დეზინფორმაციის კასკადი სტიქიური უბედურების პირველივე საათებში დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან აფილირებული მედია მთავრობას, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, ყველა შესაძლო საშუალებით ყოველდღიურად აბრალებდნენ არასაკმარის ძალისხმევას ადამიანების გადასარჩენად და იმასაც კი რომ ხელისუფლება არ იყენებდა ვერტფრენებს ევაკუაციისთვის. ეს მაშინ როდესაც ხელისუფლების ოპონენტებმა კარგად იცოდნენ, რომ ღამის საათებში დაბალი ხილვადობისა და მთაგორიანი რელიეფის გამო ვერტფრენების გამოყენება მფრინავებისა და მაშველებისთვის სასიკვდილო რისკის ტოლფასი იყო. ამიტომაც სპეციალური სამსახურები ადამიანთა მოსაძებნად მაღალ ტექნოლოგიური სითბური ხედვის კამერებით აღჭურვილ დრონებს იყენებდნენ და საკმაოდ მაღალი ეფექტურობითაც. კიდევ ერთი დეზინფორმაცია თითქოს და ტრაგედია ხელისუფლების გულგრილობამ გამოიწვია, რეალურად კი შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნაში ოპოზიციის ყველა ტყუილი გამოაშკარავდა. მაღალი კვალიფიკაციის უცხოელმა სპეციალისტებმა ტრაგედიის ადგილის შესწავლის შემდეგ დასკვნაში დაწერეს, რომ ადგილი არ ქონია მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას. გარდა ამისა, შვეიცარიელებმა დაწერეს, რომ მოვარდნილი მეწყერისა და ღვარცოფის სიჩქარის გამო ტრაგედიას დამცავი ბარიკადები ვერ შეაჩერებდა და ვერც განგაში სისტემა უზრუნველყოფდა წინასწარ გაფრთხილებას. ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე, შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტო ასკვნეს, რომ წინასწარი სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. დღეს ოპოზიცია, რომელიც 3 წლის წინ ექსპერტულ დასკვნებს აკეთებდა, აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სპეციალისტები არ არიან და ტრაგედიის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შეუძლიათ. მთელი კასკადი ტყუილების, რაც გავრცელდა სრული აბსურდი, რაზეც საუბრობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. მთავრობის მეთაური შოვის სტიქიასა და იმ პერიოდში ოპოზიციის მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის დისკრედიტაციას ტრაგედიის გამოყენებით ცდილობდნენ. შოუში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა 3 წლის წინ რაჭაში განვითარებული მოვლენები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტიქიის დროს სამძებრო და სამაშველო სამუშაოების წარმატებით ჩასატარებლად ადგილზე მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული. არის უბრალოდ რაღაც საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების გამრცობა, თუმცა აქაც კი სხვანაირად წარმართეს ჩვენმა ოპონენტებმა ეს ყველაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია. მაშინ თქვენ იცით, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებული იყო
სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო რა თქმა უნდა კონცენტრირებული მთელი სახელმწიფო, თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს არის უბრალოდ დასანანი და ეს არის ის მაგალითი, რასაც ვიღაცებმა რაღაცები უნდა ესწავლონ. ოპოზიციამ, მათმა მხარდამჭერებმა და გარკვეულმა მედია საშუალებებმა შოუში განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა დეზინფორმაციის გავრცელება ტრაგედიის დღესვე დაიწყეს. ოპოზიციური მედიის ნაწილი ამტკიცებდა, რომ თითქოს მდინარეს კალაპოტი ხელოვნურად შეუცვალეს, არადა მისი გადამოწმება საჯარო რუკებითაც შესაძლებელი იყო. ფაქტ-ჩეკი საკურორტო ზონაში 60-იან წლებში აშენებულ კოტეჯებზე წერდა, რომ ნაგებობები სულ რამდენიმე წლის წინ აშენდა. მთის ამბების რედაქტორი გელა მთიულიშვილი კი ამტკიცებდა, რომ სტიქიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ყველა ჯერზე დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა ხელისუფლებისგან არგუმენტირებული პასუხები დაუყოვნებლივ მიიღეს. სტიქიის მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ მწვანე ალტერნატივას ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი, რომ თითქოს შოუში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველი ჰქონდა. რეალობაში საუბარი იყო არა მდინარე ბუბისწყალზე, სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდინარე დღვიორაზე. მთის ამბებმა 4 აგვისტოს გავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა. სინამდვილეში ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება. თისამემა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი, რომელიც შვილს ეძებს. რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხდება. ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე, პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს. ზუსტად 6 თვეში კი ყველა დეზინფორმაციასა და სპეკულაციას წერტილი უკვე შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ დაუსვა. მათი ანალიზით დადასტურდა, რომ შოუში სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო და კურორტზე კატასტროფა სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრამ გამოიწვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ისიც, რომ მსგავსი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიის პრევენცია შეუძლებელი იყო. მოვარდნილი მეწყერისა და ღვარცოფის სიჩქარის გამო კი ტრაგედიას ვერც დამცავი ბარიკადები შეაჩერებდა და ვერც საყვირების სისტემა. ქართულ სპეციალისტებთან ერთად ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები. მე ვიტყოდი ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შვეიცარიული კომპანია, რომელმაც რეალურად შეაფასა შოუში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა ამ მოვლენის ირგვლივ, სადაც დადასტურდა, რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა, დეზვალური პროცესი, რომელმაც რეალურად გამოიწვია დიდი მასშტაბის სტიქია და ამ დასკვნაში ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სამწუხაროდ რაიმე, ასე ვთქვათ, კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა და ასევე თანამედროვე, ასე ვთქვათ, საყვირების სისტემა ამ სტიქიური პროცესების პრევენციისთვის ვერ იქნებოდა ადეკვატური ზომა. სანამ სპეციალისტები მუშაობდნენ, ოპოზიცია საზოგადოებაში თავის ვერსიას მტკიცებულებად წარმოაჩენდა და უარგუმენტოდ ამტკიცებდა, რომ სტიქია წყლის დაგუბებამ და მდინარის ჩახერგვამ გამოიწვია, რომელზეც პასუხისმგებლობას ტრადიციულად ხელისუფლებას აკისრებდა. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი მოითხოვდა. თუმცა დღეს ამბობენ, რომ გარემოს დაცვის ექსპერტები არ არიან და წარსულისგან განსხვავებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნილიყო შოუის ტრაგედიაზე, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რატომ მოწყდა, რისთვის მოწყდა, მე მეცნიერი არ ვარ. მე გეუბნებით ის რაც მოხდა მანამდე, ის რაც მოხდა იმ ღამეს და როგორი იყო სტიქიაზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. მე ამას ვაფასებ და არა გარემოს დაცვით ღონისძიებებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით კი ოპოზიცია ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენებას ცდილობდა, თუმცა შვეიცარიელ ექსპერტთა დასკვნამ ყველა ტყუილი გამოააშკარავა. სამწუხაროდ ესე ტრაგედიებსაც კი თავისი ქულების ჩასაწერად იყენებდნენ ეგრეთ წოდებული ნაცაგენტურის წარმომადგენლები თავის ფილიალებით. დაამწყრივდებოდნენ და ვითომ რაღაც ექსპერტებს მოიწვევდნენ და აღმოჩნდებოდა და აღმოჩნდა, რომ რა თქმა უნდა ეს იყო დეზინფორმაცია. უცხოელების, მათ შორის შვეიცარიელების დასკვნით აღმოჩნდა, რომ ის რასაც ავრცელებდნენ ინფორმაციას,
ნაცაგენტურა და მისი ფილიალები აღმოჩნდა ეს რა თქმა უნდა ტყუილი. მიზანმიმართულად აკეთებდნენ, უნდა გამოეწვიათ დიდი აღშფოთება, ანტისახელისუფლებო გამოსვლების თუ რაღაცა ამდაგვარის პროვოცირება. ისე რომ არ დაგიდევდნენ რეალურად რა შეა საქმე, რა მოხდა, როგორ არის, რა თქმა უნდა სახელმწიფო მოიწვია ყველაზე ავტორიტეტული შვეიცარიული ექსპერტები, მეცნიერულად შეისწავლეს, ყველა ფაქტი ასე ვთქვათ გამოიკლიეს და თქვეს რომ ეს იყო მართლაც ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რამოდენიმე ფაქტორის ერთდროულად და ასე ვთქვათ დამთხევამ გამოიწვია. ტრაგედია შოუში 3 აგვისტოს მოხდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ანალიზს ეყრდნობა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ რაჭაში სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. გარედან დაკვეთილი სიძულვილის კამპანია და შეტევა ყველაფერ ქართულზე ხელისუფლება ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროცესებს აუცილებლად დაუპირისპირდება. თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზე შეგვიძლია მსჯელობა, აცხადებს ირაკლი კობახიძე და დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადო მოღვაწეების ისტორიული ფიგურებისა და წმინდანების შეურაცხყოფას, რაც ქვეყნის გარედან ცალკეული აქტორების ხელით ხდება. ოპოზიცია ამას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებს, თუმცა არაფერს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ კანონებზე, რომლებიც მკაცრად ავლებს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, მაგალითად ესპანეთში პირები, რომლებიც რელიგიური აღსარებლობის ადამიანთა გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით საჯაროდ სიტყვიერად წერილობით ან ნებისმიერი სახის დოკუმენტის საშუალებით დასცინიან მათ დოგმებს, რწმენას, რიტუალებს ან ცერემონიებს, ან ასევე საჯაროდ ამცირებენ იმ პირებს, რომლებიც ამ რელიგიას აღიარებენ, ისჯებიან ჯარიმით. ავსტრიაში კი სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოების დაკნინება ერთწლამდე პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას, რომელიც ეროვნული ღირებულებების, ისტორიული მოვლენებისა თუ ფიგურების დაკნინებას ისახავს, მიზნად საქართველოში კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს. პრემიერ-მინისტრი გამოხატვის თავისუფლების სახელით დაწყებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ღირებულებით კრიზისში მყოფი ჯგუფების აქტიური მოქმედების პრევენციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებიც მომზადდეს. მთავრობის მეთაურის აზრით, ბრძოლა იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელზეც ქართული თვითმყოფადობა საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა, ეროვნული ინტერესების პირდაპირ მტრობა. ჩვენ ამ კანონპროექტზე, როგორც ჯერ არ გვიმსჯელია, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას, საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ხო? და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი. მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველას უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს. გარეძალების მხრიდან ჩარევის პრევენცირებისა და ქართული იდენტობის დასაცავად საკანონმდებლო ბაზის განახლებას არც საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ. მმართველ გუნდში ეგრეთ წოდებული ულტრალიბერალური იდეოლოგიის მავნე გავლენებზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ქართული ეკლესია, ტრადიციები და საკრალური ფიგურები ხშირად გააზრებული შეტევის სამიზნეები არიან. კანონმდებლობამ კი სამომავლოდ მკვეთრად უნდა გაავლოს ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფას შორის. ეს არის დაგეგმილი, კოორდინირებული, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებულიც პოლიტიკა მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოებრივ რღვევა, ატომიზაცია მოახდინო. თქმა ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის გატარება, კონტრპოლიტიკის გატარება. ეხლა კანონი ამას როგორ დაარეგულირებს? გეთანხმებით, რომ ზღვარი არის ძალიან გონიურულად და ფაქიზად დასავლელი. ეროვნული იდენტობის, ეკლესიისა და ისტორიული ფიგურების შეურაცხმყოფელი კამპანიებისგან დასაცავად კანონმდებლობის შეცვლას საჭიროდ არ მიიჩნევს ოპოზიცია. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ამ კუთხით ნებისმიერი ნაბიჯი სიტყვის თავისუფლებას დააზიანებს, რაც სხვა ფასეულობებზე მაღლა დგას. არანაირი მორალური უფლება არ აქვს რაიმე ან ფასეულობებზე ილაპარაკო. ეროვნულ ღირებულებას და იდენტობას იცავს ქართველი ხალხი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ საზოგადოება აქვს იმის უნარი და საშუალება, რომ შეაფასოს. ოპოზიციას და უცხოელ ლობისტებს ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დაუფარავ ბრძოლაში ადანაშაულებს ხალხის ზალა. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში საკანონმდებლო ინიციატივების არსებობის შემთხვევაში მის მხარდაჭერას გეგმავენ. პოლიტიკოსების განცხადებით, თუ ქვეყანა საკუთარი სახელმწიფოებრიობის საყრდენს ვერ დაიცავს, მაშინ ის ვერც საგარეო ფლანგზე გახდება ვინმესთვის სრულფასოვანი პარტნიორი. შიდა სახელმწიფოებრივი
ეროვნული იდენტობის დაცვა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დონეზე და რა თქმა უნდა, პრაქტიკაში უნდა ხორციელდებოდეს. რაც უფრო მეტად დავიცავთ ზოგადად ეროვნულ იდენტობას, მით უფრო მეტად დავიცავთ სუვერენიტეტს და მით უფრო მეტი პარტნიორი გვეყოლება, იმიტომ რომ არავის არ უნდა ისეთი ქვეყანა პარტნიორად, რომელსაც თავის ღირსება არ გააჩნია. იდენტობის, ისტორიის, ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვის მიზნით საქართველოში არაერთი ორგანიზაცია უკვე დაფუძნდა. არ არის გამორიცხული, რომ ფუნდამენტური ღირებულებების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით უახლოეს მომავალში საზოგადოებამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც იხილოს. ნელსონ მანდელას შემდეგ ოდისევსი რუსთავის ციხის პატიმრის მითოლოგიური ოცნებები და საკუთარი თავის ჰომეროსის პოემის მთავარ გმირთან შედარება მორიგ განცხადებაში, რომელიც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პატიმარი ექს-პრეზიდენტის საკუთარ თავს 20 წლის შემდეგ საკუთარ სამეფოში ჩუმად შემოპარულ ოდისევს ადარებს, ქართულ ოპოზიციონერებს კი მისი ცოლის პენელოპას ხელის მთხოვნელებს, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ. სააკაშვილს მხოლოდ ძველბერძნული მითოლოგიის გმირის როლი არ აკმაყოფილებს, სანამ ვირტუალური მიშა დამზადდება, რეალური მიშა თავს მსოფლიო პოლიტიკის კიდევ ერთ პოპულისტ და კორუფციაში ბრალდებულ ლიდერს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ლულასაც ადარებს და სჯერა, რომ მის მსგავსად თავადაც შეძლებს კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტებას. სანამ სააკაშვილი ვირტუალურ სამყაროში და ძველბერძნულ მითოლოგიაში ოდისევსივით მოგზაურობს, ექს-პრეზიდენტს პარტია ხელიდან ეცლება ნაციონალებში დიდი და აპირისპირებაა პარტია ორადაა გახლეჩილი. ერთმანეთს ომი გამოუცხადეს ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და ვეტერანმა ნაციონალებმა ბოიკოტში მყოფი ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილს და პეტრე ცისკარიშვილს პარტიის მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. მოქმედმა თავმჯდომარემ პოლიცსაბჭოს ხდომა არალეგიტიმურად ხელმოწერები გაყალბებულად, შემაჯამებელი ოქმი კი გადამალულად გამოაცხადა. ბოკუჩავას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა გია ბარამიძემ და თავმჯდომარე საკუთარი პარტიის წინააღმდეგ არასწორი მეთოდებით ბრძოლაში დაადანაშაულა. რა მოხდება 5 აგვისტოს ნაციონალების ყრილობაზე? ყველაფერი ისევ ოდისევსი მიშას ნებასურულზეა დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პარტიის ყრილობაზე ჩუმად არა, თუმცა ვირტუალურად გამოცხადებას აპირებს. არაფერი ამ ხდომაში ლეგიტიმური არ იყო, რო არ ყოფილიყო კვორუმი, ხდომა არც ჩატარდებოდა. ხდომა ჩატარდა, თუმცა სააკაშვილის პარტიამ დარბაზის კარი ყველას დაუხურა, მათ შორის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, რომელსაც ნაციონალების ძველი გვარდიის სრული შემადგენლობა უკვე ღია დაუჯანყდა. უფრო მეტად მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ პოლიტიკური ომის ახალი ფაზა დაიწყო, პარტია მიტაცებულად, პოლიცსაბჭოს ხდომა კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. სააკაშვილის ბანაკის ძველი წევრები მოქმედი თავმჯდომარის ბრალდებებს უკვე აღარ იხებენ. თავად ბოკუჩავას პარტიასთან არასწორი მეთოდებით ბრძოლაში, სიყალბის გავრცელებასა და მავნე მანიპულაციებში ადანაშაულებენ. იქვე იმასაც ამტკიცებენ, რომ თავმჯდომარემ, რომელიც პარტიას 2 წელი ხელმძღვანელობდა, წესდებაც კი არ იცის. გენერალ მდივანს არ ჭირდება, რომ პოლიცსაბჭოს კვორუმი ხელოვნურად, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შექმნას. მას თვითონ აქვს საშუალება პარტიის წესდებიდან გამომდინარე დანიშნოს თავისი ერთი ხელმოწერით. დანიშნოს ყრილობა. რატო გააკეთა ეს განცხადებები? ვერ გეტყვით, ოქს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის ბუნებრივია თავმჯდომარე. სხდომის ოქმი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე მოითხოვა, თუმცა თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ გენერალურმა მდივანმა სააკაშვილის ბრძანებით ეს დოკუმენტიც გადამალა. სწორედ პეტრე ცისკარიშვილს, მსჯავრდებულ ლიდერს და ახლა უკვე ძველ ნაციონალებსაც ადანაშაულებს არალეგიტიმური პოლიცსაბჭოს ჩატარებასა და ხელმოწერების გაყალბებაში. თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ 30 ივლისის პოლიცსაბჭოს სხდომის მოწვევას. თავარ პასუხისმგებელს კი პასუხისმგებლობის ასახება ჯერ არ სცალია, რადგან ექს-პრეზიდენტი ახლა მხოლოდ მისი მიხრა-მოხრის მქონე ციფრული ავატარის შექმნით და საკუთარი თავის მითოლოგიურ პერსონაჟებთან გაიგივებითაა დაკავებული. თავი ამჯერად ოდისევსი ჰგონია, ჰომეროსის ეპიკური პოემა ოდისეის მთავარი გმირი. ოპოზიციონერები კი მისი ცოლის პენელოპას ხელის მთხოვნელები, რომლებიც მხოლოდ მის განადგურებას ცდილობენ. პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მეუფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა, მემაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და გამანადგურონ. სააკაშვილის პოლიტიკური განადგურების სურვილი არასდროს დაუმალავთ ოპოზიციაში, უფრო კონკრეტულად კი ფედერალისტებს. არც ახლა, როცა აბსტრაქტულ განცხადებებს აკეთებს, საუბრობს ოდისევსობაზე, ან მის თავს დავით აღმაშენებელსა და ილია ჭავჭავაძეს ადარებს. ან თუნდაც ნელსონ მანდელას, რომლის მსგავსადაც საკნიდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოსვლა სურს.
ებრძვიან ლათინური სიტყვაა და ამ ხუნვეი ბინის ენაზე ნიშნავს, რომ სააკაშვილის ღვთიური ბუნების, მისი ოდისევსობის, მისი აღმაშენებლობის, მისი ილიაობის, მისი ნელსონ მანდელობის არგჯერად და ჩვენ ლიდერად არ ვაღიარებთ. სააკაშვილის ახალი ჰობი საკუთარ სხეულში გააერთიანოს და საკუთარ თავთან გაიგივოს ყველა ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს ქართული ოცნებისთვის. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსთავის ციხის პატიმარმა სწორედ ასეთი აბსტრაქტული იდეებითა და ფანტაზიებით დაშალა ჯერ ოპოზიციური ალიანსი, ახლა კი საკუთარი პარტია, რომელიც მართველი გუნდის აზრით სააკაშვილის ამბიციებს და დონორების დაკვეთებს შეეწირა. ეს არჩევნებს, რომ პარტიაში არის სრული კრიზისი. ამ კრიზისს გააჩნია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახების, ეს არის კიდევ უფრო ღრმა კრიზისის მაჩვენებელი. კერძოდ ის, რომ პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. შეგვიძლია ჩვენ შევთანხმდეთ და უთხრათ სააკაშვილს, რომ ის არის ფარაონი, რომელიც ითავსებს რელიგიურ და სახელმწიფოებრივ თვისებებს. რომ აღარ კონდეს ეჭვი საერთოდ არაფერზე. მით უფრო, როდესაც მან შექმნა თავისი ასლი და როგორც თვითონ ამბობს, დაიარება ეს ასლი საქართველოს ქუჩებში. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ არის. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებმა შეკითხვა, სააკაშვილის ქიმერულ იდეებზეც დაუსვეს. საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის განცხადებები მის არაჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს. ნამდვილად არ არის ეს ჯანსაღი მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად დავლეს დღითიდღე ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე 9 წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ეყრა ამ ქვეყნის სადავეები და მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ეს ადამიანი, ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტ. უკვე პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანი ასე გაგრძელდეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ. პოლიტიკურ სისტემას ნაციონალები უკვე თავად ეთიშებიან. სააკაშვილის პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. ბოიკოტში მყოფი თინა ბოკუჩავა კი სავარაუდოდ არც 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობაზე მივა და არც მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის პერსპექტივა ჩანს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. 15-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავე ეცნო. სასამართლოს ხდომებზე სახელმწიფო ბრალდებამ დაამტკიცა, რომ ბიზნესმენს კუსტბისწილები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა და მერვე პენიტენციური დაწესებულების იმჟამინდელმა დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაათმობინეს. გამოძიებით დადგინა, რომ 2011 წელს ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბესარიონ ხარძიანს ციხეში 2 თვის განმავლობაში აწამებდნენ. პროკურატურამ დაადგინა ისიც, რომ ციხეში ყოფნისას ბიზნესმენის საკანში უდესიანის დავალებით მუხაძემ 2 პატიმარი შეუშვა, რომლებიც 2 თვის განმავლობაში არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ძალადობდნენ ხარძიანზე. ორთვიანი არაადამიანური მოპყრობის, ტერორისა და გაუპატიურების მუქარის შედეგად ბესარიონ ხარძიანმა და მისმა ოჯახმა გიორგი უდესიანს 4 მილიონი ლარის ღირებულების კუსტბისწილები გადაუფორმეს. წამების ორგანიზების ასევე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის გიორგი უდესიანს ასჯელის სახე და ზომად 10 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამდენივე წლით წამების სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ძალადობისა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვის პატიმრობა შეეფარდა გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძესაც. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა მამაჩემის სიმართლის და ეს იმ სიმართლის გაგრძელებაა ერთ-ერთი, რასაც ის ამდენი წლების განმავლობაში თავის სიცოცხლეში ამ ყველაფერზე საუბრობდა. მოკლული ბიზნესმენის ოჯახის მოლოდინი გამართლდა ბესიკ ხარძიანის ციხეში წამების და კუსტბისწილების გამოძალვის საქმეზე დამნაშავედ გიორგი უდესიანი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეს ცნეს. სასამართლომ ორივე ძებნილ ბრალდებულს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის განმავლობაში გიორგი უდესიანის ორგანიზებითა და დავალებით გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე უზრუნველყოფდა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ბიზნესმენის ბესარიონ ხარძიანის სისტემატიურ წამებასა და ძალადობას, რის უმთავრეს მიზანსაც ხარძიანების ოჯახის მხრიდან კუსტბისწილების დათმობა
წარმოადგენდა. პარალელურ რეჟიმში უშუალოდ გიორგი უდესიანმა პირადადაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა ბესარიონ ხარძიანის ძმის მიმართ, რა დროსაც დაემუქრა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული ძმის გაუპატიურებითა და მკვლელობით. საბოლოოდ ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული შეიქმნა გიორგი უდესიანისთვის დაეთმო კუსტვისწილები, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენდა. 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესიკ ხარძიანი შპს კუსტბა კალასა და შპს კუსტბა პალასის პარტნიორები იყვნენ. 2011 წელს კი ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ცრუ ბრალდებით ბესიკ ხარძიანი დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ გია უდესიანმა ქონების იძულებით დათმობის მიზნით ციხის დირექტორს ხარძიანის წამება დაავალა. დამნაშავედ ცნობილი უდესიანის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა საპროცესო კოდექსი იძლევა სხვადასხვა შესაძლებლობას გასაჩივრებასთან დაკავშირებით და რომელ გზას ავირჩევთ, ამას გადავწყვეტ მას შემდეგ, რაც ეს უკანონო გადაწყვეტილება უკვე წერილობით სახით ჩაგვბარდება. გამოძიების მტკიცებით, ბესო ხარძიანის საკანში აგენტი პატიმრები შეგზავნეს. დაკავებულ ბიზნესმენზე ძალადობაში კი მათთან ერთად ციხის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ხორციელდებოდა სისტემატიური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც უშუალოდ პატიმართა მხრიდან, ეგრეთ წოდებული აგენტი პატიმრების მხრიდან, ასევე უშუალოდ საშელახსულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა მხრიდან. ჩემთან დაპირისპირებული ვინც არიან, ამათვის არაფერი არ არის ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან. კილერის დაქირავება თუნდაც უკრაინაში. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ვაკეში მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან 2015 წელს კილერმა ჩაცხრილა. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. მისმა ოჯახმა ჯერ იძულებით ჩამორთმეული კუსტბის წილები დაიბრუნა. 9 წლიანი ძებნის შემდეგ კილერი თურქეთში დააკავეს და 2024 წელს საქართველოში ჩამოიყვანეს. ფარიდ გურბანოვი ახლა უვადო სასჯელს იხდის. წამებისა და ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე გია უდესიანის და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას მოკლული ბიზნესმენის ოჯახი რამდენიმე წელი ელოდებოდა. ამაზე დიდი და სამარცხვინო როლი და ბრალდება რა უნდა კონდეს დღეს გიორგი უდესიანს, რაც დღეს აქვს, რომ 21 საუკუნეში ადამიანის წამება ორგანიზება დაუკვეთა, რომ ჩაიგდო ეს ადგილი. დაკავებული არის შემსრულებელი უშუალო და მისი მეშვეობით პროკურატურას, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ გაიგონ უკვე მინდა უკვეთა ბესო ხარძიანის ყოლობა და ეს გვექნება ჩვენ თხოვნა მათთან და ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაუხდი აქამდე რა სამუშაოც გაწია საქართველოს პროკურატურამ. ბესიკ ხარძიანის წამების საქმის განაჩენი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოკლული ბიზნესმენის მიმართ ჩადენილი დანაშაული ყოფილი ხელისუფლების სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს. კიდევ ერთხელ შევახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო პირდაპირი გაგებით წინა რეჟიმი, ნაცმოძრაობის რეჟიმი და ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დაწყებული იქიდან თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება და ამ ყველაფერში იყვნენ ჩართული მაშინდელი რეჟიმის მაღალ ჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს საქმე კიდევ ერთხელ შევახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო პირდაპირ გაგებით ნაცმოძრაობის რეჟიმი. ბესიკ ხარძიანის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. პროკურატურა ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთების ვინაობას ადგენს. მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალზე მომხმარებლებისთვის 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტი დაემატა. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37 ლარსა და 65 თეთრში ადგენს. ვებგვერდზე კი 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი. პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება. ვებგვერდით კი ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა. საინფორმაციო პორტალი ikala.gov.j ივნისის ბოლოს ამოქმედა და ის საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა.
პორტალზე განთავსებული იყო 13 ძირითადი საბაზისო სასურსათო პროდუქტი. აღნიშნულ პორტალს დაემატა 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტი. არასასურსათო პროდუქტებში პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები შედის, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად ყიდულობს. ელექტრონულ პორტალ იკალათა GoGize სურსათთან ერთად შეღავათიან ფასებში საყოფაცხოვრებო პროდუქციის შერჩევაც შესაძლებელი გახდა. საიტზე აქამდე მხოლოდ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქცია იყო ხელმისაწვდომი. დღეიდან კი ჩამონათვალს 10 არასასურსათო ჰიგიენური საშუალებები დაემატა. ეს არის სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტები, ან პირადი და ჰიგიენური მოვლის სხვადასხვა საშუალებები. ყოველდღიურად პორტალზე წარმოდგენილია დაახლოებით 400-დან 500-მდე საუკეთესო შემოთავაზება 13 სუპერმარკეტის ქსელების მხრიდან, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ყოველდღიურ რეჟიმში შეადარონ როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო პროდუქტებზე ფასები სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ელექტრონულ პორტალზე საყოფაცხოვრებო და პირველადი ჰიგიენური საშუალებები მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად დაემატა. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ისევე როგორც სასურსათო პროდუქტებზე, არასასურსათო საშუალებებზე მყიდველს საუკეთესო ფასი დახვდება. ისევე როგორც სასურსათო პროდუქტი, არასასურსათო პროდუქციაზეც იქნება მიწოდებული საუკეთესო ფასი მომხმარებლებისთვის. გარკვეულ ქსელებში, სადაც იქნება აქციები, იქნება აქციების გრაფაში მოთავსებული. სადაც აქციების გარეშე საუკეთესო ფასი მიწოდებული. ჰიგიენური საშუალებები, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, სარეცხის საშუალებები, ტუალეტ ქაღალდი და ასე შემდეგ. აღნიშნული პროდუქციის დამატება ამ პლატფორმაზე მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა საჭირო. მომხმარებლები სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების ახალი მოდელით რამდენიმე თვეა სარგებლობენ. პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისია 3 თვის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ ბიზნესს მისცა რეკომენდაცია, რომ მოემზადებინათ სოციალური კალათის პრინციპი. კალათაში შემავალი პროდუქტები ყოველკვირეულად განახლებადია. სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე კი ამ ტიპის სურსათი სპეციალური სტიკერებითაა ამონიშნული. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასების ფონზე ინიციატივა საოჯახო ბიუჯეტისთვის შეღავათია. საბაზისო სურსათის ჩამონათვალთან ერთად დღეიდან არასასურსათო პროდუქციის შეძენაც შესაძლებელი გახდა. Არწმუნებული ვარ, რომ ეს საშუალება მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, რომ გააკეთონ არჩევანი, გაიზარდოს კონკურენცია ამ 13 ძირითად დისტრიბუტორს შორის. მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ვიცით ფასებისა და პროდუქტების და ნავთობის საწვავის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა მთავრობისთვის და იმპორტიორებისთვის. მაქსიმალურად მთავრობაც პარლამენტიც აქტიურად ვართ ჩართული, რათა ჩვენს მოქალაქეებს გაუიაფოთ პირველი მოხმარების საჭიროების პროდუქტებია თუ მედიკამენტები. მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების შეთავაზების მხრივ მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროდუქციის ჩამონათვალი მომავალშიც უნდა გაფართოვდეს. ეს პორტალი საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაბალ ფასებში შეიძინოს პროდუქტები, შესაბამისად ეს არის ძალიან საინტერესო ინოვაციური, ასე ვთქვათ, შეთავაზება პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ ფართოვდება შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალი, რაც საზოგადოებას მიცემს იმის საშუალებას, ჩვენს მოქალაქეებს მიცემს იმის საშუალებას, რომ მათთვის სასურველი კალათი შეიძინონ ყველაზე უფრო იაფად. რა თქმა უნდა, მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ალისხმა. ელექტრონულ პორტალ იკალათა GoGize, რომელიც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, 13 ლიდერი სუპერმარკეტების ქსელების 477 საუკეთესო შეთავაზებაა განთავსებული. საფხულის ხელდღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. რეკომენდაციების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამავდროულად შევამციროთ შუა დღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა ქუჩაში, ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველი ალკოჰოლის მიღება. მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, მოვერიდოთ მზის ქვეშ ყოფნას, თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობებს, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი, ხოლო
ხოლო საცხოვრებელ სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე. ესპანეთში ჰუმანიტარული კრიზისი პიკს აღწევს. ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სუეტაში მაროკოდან დაახლოებით 50,000 იმიგრანტის მასობრივი შეჭრის შედეგად წარმოქმნილი კრიზისის აღმოფხვრას ესპანური პოლიცია და ჯარი ამ დრომდე ცდილობს. სუეტაში ახლა სრული ქაოსია. სამართალდამცავები მიგრანტებს ქუჩებში დაძდევენ და აკავებენ. პერიოდულად ხდება შეტაკებების და დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასთან. სიტუაციას განსაკუთრებით ართულებს ესპანური კანონმდებლობა, რომელიც მიგრანტის გაძევებას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე კრძალავს. ეს ფაქტი კი პატარა ქალაქს დამატებით პრობლემებს უქმნის, რადგან ექსკლავში არ არსებობს თავშესაფარი, რომელიც ათასობით მიგრანტს დაიდევს. ესპანეთის ხელისუფლება მიგრანტების შემოჭრას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს და პირობას დებს, რომ სუეტას არალეგალებისგან ნებისმიერ ფასად გაწმენს. პოლიციის სპეცრაზმი ნებისმიერი მიგრანტს, რომელიც დამალოს ცდილობს სასტიკად უსწორდება მიგრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ის ადგილობრივებიც, რომელთა ქონებაც მათი შემოჭრის შედეგად დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სუეტას მორგში სულ მცირე 88 მიგრანტის ცხედარია მოთავსებული, თუმცა მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რადგან ზღვა მიცვალებულთა გამორიყვას აგრძელებს. მიგრანტების კრიზისს ევროპის მასშტაბით უკვე მოყვა მწვავე რეაქცია. ევროკავშირის 22 სახელმწიფომ საერთო განცხადებაში საგარეო საზღვრების დასაცავად კოორდინირებული მოქმედება და სხვა ზომების მიღება მოითხოვა. საცხოვრებელი უბნების შესასვლელებთან მოწყობილი ბარიკადები, ქუჩებში მობილიზებული ადგილობრივები და დაპირისპირების კერები. სეუტაში მიგრანტების მასობრივი შესვლის შემდეგ ქალაქის მცხოვრებთა ნაწილმა მომხდარს დაპყრობა და შემოჭრა უწოდა. ესპანური მედიის ცნობით, მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით რამდენიმე უბანში სადღეღამისო მორიგეობაც დააწესეს. ქალაქის ქუჩებში ფორმიანებიც პატრულირებენ. პოლიციის დანაყოფებთან ერთად ადგილზე დისლოცირებულია ეროვნული არმია. გადასროლილია საჯარისო ნაწილები. სამართალდამცველები ქუჩებში დარჩენილ მიგრანტებს ეძებენ, აჩერებენ, აკავებენ და საზღვრის მიმართულებით გადაყავთ, საიდანაც საბოლოოდ მათ მაროკოში აბრუნებენ. ძალიან გშია, ვცდილობთ როგორმე გავძლოთ. ცოტას ვჭამთ, ზოგჯერ უარგის საკვებსაც რომ არ მოგვდეთ. სულ ეს არის. აქ ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა. განანჯარის კაცები, პოლიცია. ქუჩაში მშვიდად გავლაც კი შეუძლებელია. აქ არც საჭმელია, არც ძილის საშუალება, არც ექიმი, არაფერი. სეუტაში ჩვენზე იძალადეს. ახლა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება მინდა, რადგან მაროკოს სეუტას ჯობია. აქ არაფერი გვესაქმება. აქ ყოფნას გაბონში წასვლას ვამჯობინებ. ცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიც დაგვიმიზნეს. ჩვენი მაროკო ჯობია. მაროკოში საჭმელიცაა და ყველაფერი რაც გვჭირდება. ზღვაში არ უნდა გვდებოდეთ. ეს არასწორია. ადგილობრივებს, ძალოვნებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებებიც მიმდინარეობს. დაძაბულობის ფონზე სამართალდამცველებმა მიგრანტების შესაკავებლად ხელკეტები და ფარები გამოიყენეს. პარალელურად ფიქსირდება კრიმინალის შემთხვევებიც. ცივი იარაღით და ბლაგვის საგნით თავდასხმის შემდეგ არაერთი ადამიანი დაშავდა. კრიტიკულია ჰუმანიტარული მდგომარეობაც. მიგრანტების ნაწილი, ვისაც ესპანეთში დარჩენა უნდა, ღამეს ქუჩებში და ტყეში ათევს. დღის განმავლობაში კი საკვებისა და წყლის მოპოვებას ცდილობს, თუმცა სავაჭრო ობიექტებთან სამართალდამცველების კორდონი ხდებათ. ოფიციალური მონაცემებით მიმდინარე მიგრაციული კრიზისის ფონზე სამედიცინო დახმარება უკვე 1000-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, დაიღუპა 100-ზე მეტი. სეუტაში მიმდინარე ვითარების გასაცნობად ადგილზე ესპანეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ჩავიდნენ. პარტიები მთავრობას საზღვრის არასათანადო დაცვაში, უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და შექმნილ კრიზისზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ. პასუხისმგებელი პირი პედრო სანჩესია, თუმცა დანაშაულის წილი მაროკოსაც ეკისრება. საქმე გვაქვს მაროკოს მიერ პროვოცირებულ საომარ მოქმედებასთან, რომელიც პედრო სანჩესმა დაუშვა. მან ხელი შეუწყო მსგავსი ვითარების შექმნას. მსგავსი რომ სოფლიოში არსად მომხდარა. მოვლენებს მადრიდში მაროკოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოყვა. მოქალაქეების ნაწილი შექმნილ კრიზისში პასუხისმგებლობას ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად მაროკოს მთავრობასაც აკისრებს. არ გვინდა რომ სხვა ქვეყნებმა დაგვიფხრონ. ჩვენ ქვეყანას საკუთარი კულტურა აქვს და არ შეიძლება აქ ყველა მისაკეთოს, რაც მოესურვება. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ ამ კორუმპირებული და კრიმინალური მთავრობის ქმედებები, რომელმაც გაგვყიდა. ასევე ვაპროტესტებთ სეუტაში შეჭრას, რაც მაროკოს ხელით არის გაკეთებული.
ცნობილია ესპანეთის ხელისუფლების პოზიციაც. ოფიციალური მადრიდი აცხადებს, რომ სეუტაში შეჭრილი მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მაროკოში დაბრუნდა, ხოლო დარჩენილი პირების გაძევების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ქვეყნის დატოვება ყველა უკანონო მიგრანტს მოუწევს. შეერთებული შტატები და მსოფლიო წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კინოდაჯილდოებისთვის ემზადება უკვე ცნობილი ამერიკული სატელევიზიო პრემია ემის წლევანდელი ნომინანტების სია, რომელშიც 25 ნომინაციით სერიალი პიტის ჰოსპიტალი ლიდერობს. მეორე ადგილზე 24 ნომინაციითაა სერიალი ხრიკები, ლიდერებს შორის არიან ქრუების ყურე და პლურიბუსი. დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს კი ემის ჟიური ისეთი მსახიობებისგან შეარჩევს, როგორებიც არიან გარი ოლდმანი, ნოა უაილი, მარკ რუფალო და რუფუს სიუელი. ამავე კატეგორიაში ქალებს შორის ნომინირებულნი არიან კერი კუინი, კერი რასელი და ზენდეია. ემის დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება, მისი წამყვანი კი მსახიობი მარიშკა ჰარგიტეი იქნება. ბრძოლა პაციენტის გადასარჩენად, უძილო ღამეები და რთული ეთიკური გადაწყვეტილებები. სატელევიზიო ოსკარად აღიარებული პრემიის ნომინანტთა სათავეში პიტის ჰოსპიტალია. პიტსბურგის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაზე შექმნილმა სამედიცინო დრამამ სხვადასხვა კატეგორიაში 25 ნომინაცია მოიპოვა. სერიალის ფორმატმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. თითოეული ეპიზოდი რეალურ დროში მიმდინარე ერთსაათიან მოვლენებს ასახავს, რაც ეკრანზე დაძაბულობასა და რეალისტურ ატმოსფეროს ქმნის. This can't be good. Because you're a comedian. 24 ნომინაციით მთავარ ფავორიტს კომედიური ჟანრის სერიალი ხრიკები ჩამორჩება, რომელიც ლეგენდარული სტენდაპ კომიკოსის დებორა ვენსის ისტორიას გვიყვება. კარიერის შესანარჩუნებლად ვენსი გადაწყვეტს ახალგაზრდა სცენარისტთან თანამშრომლობას, მათი ურთიერთობა სავსეა იუმორით, კონფლიქტებით და სხვა ემოციური მომენტებით. ლიდერებს შორის ასევე აღმოჩნდნენ პროექტები ქრუების ყურე და პლურიბუსი. Figure it out why. So you can join us. საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში 9 სურათია წარდგენილი, მათ შორის Netflix-ის დრამა დიპლომატი, ოქროს ხანა და 7 სამეფოს რაინდი. განსაკუთრებულ ყურადღებას ამჯერადაც ნელი ცხენები იპყრობს. სერიალი ბრიტანული სადაზვერვო სააგენტოს ნაკლებად პრესტიჟული ქვედანაყოფის შესახებ მოგვითხრობს. პროექტმა ბოლო წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. კომედიური ჟანრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია დათვი. სატელევიზიო პროექტი ახალგაზრდა შეფმზარეულის შესახებ მოგვითხრობს. ბოლო წლებში ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც ემიზე არაერთი რეკორდი დაამყარა. ამ სერიალმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მან დამარწმუნა, რომ ცვლილება შესაძლებელია, თუ დახმარების თხოვნის არ გეშინია. სინამდვილეში ადამიანი არასოდეს არის მარტო, სწორედ ამიტომ ამ სერიალს გულწრფელად ვუხდი მადლობას. დრამის ჟანრში მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში ნოა უაილი, გარი ოლდმანი, სტერლინგ ბრაუნი, მარკ რუფალო და რუფუს სიუელი იბრძვიან. ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში კი ერთმანეთს კერი რასელი, ზენდაია, კერი კუნი, რია სიჰორნი და ჩეიზ ინფინიტი დაუპირისპირდებიან. ემის პირველი ცერემონია 1959 წლის 25 იანვარს ჰოლივუდის სპორტულ კლუბში გაიმართა. დღეს ამერიკული სატელევიზიო პრემია იმავე რანგის უმაღლეს აღიარებად ითვლება, როგორც კინემატოგრაფში ოსკარი, მუსიკაში გრემი, ხოლო თეატრში ტონია. ასეთი იყო დღევანდელი დღე 3 აგვისტო და კურიერი 9 საათზე დარჩით რუსთავი 2-ზე რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს იტალიური სერიალი კრიმინალური რომანი განაგზავს. მე კი დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობებით ნახევარს.